მოგესალმებით გიორგი, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ატყობს, რომ გვაქვს ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები, რომელსაც კიდევ ერთხელ იწვევს კორუფცია და არაპროფესიონალიზმი. რატომ კორუფცია და არაპროფესიონალიზმი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მსგავს თემებში უნდა მუშაობდნენ აუცილებლად პროფესიონალები, რომლებსაც ცოდნა და გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. ეს არ არის რაღაცა მარტივი სამუშაო, ამას ჭირდება შესაბამისი კადრები, რომლებიც მუდმივად უნდა ოპერირებდნენ და ცხელი ხაზის გამოძახებით უნდა იყვნენ მუდმივად დაკავებული არათუ წერილობით მიმართვით. რატომაც ეს ყველაფერი მოხდა, ამაზე ჩვენი კვლევა ჩავატარეთ, თუ რატომ ვერ მოიცალეს იმ ადამიანებმა, რატო მოიქცნენ ესე დაუდევრად. დღეს მთელი დღის განმავლობაში იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია გოგოლაძე, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, იმყოფებოდა ადგილზე, შემდეგ ჩვენი გუნდის წევრებიც და როგორც გაირკვა, მთელი თბილ სერვის ჯგუფი, მთელი ყასტრან გაზის თანამშრომლები ჩართული არიან წინა საარჩევნო კამპანიაში, ჩართული არიან საარჩევნო აგიტაციაში, იმყოფებიან სხვადასხვა მაჟორიტარების შტაბებში, შესაბამისად მათ არ ცალიათ თბილისის პრობლემების და მათ არ ცალიათ ამ ქალაქში ადამიანების სიცოცხლის მისახედად და გადასარჩენად. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში შესაძლოა ადამიანების სიცოცხლეს დაემუქროს ძალიან დიდი საფრთხე. ვიღაცამ შეიძლება ეს არჩევნები დაიყვანოს და დაიყვანა კიდეც მოხრეშვის არჩევნებამდე, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით და ვხედავთ იმას, რომ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებს და მუშაობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რაც გაიხსენეთ, ჩამოვარდნილი ბათქაშით, როგორ დაიღუპა ორი ადამიანი ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა ახალ გახსნილ შადრემაში. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაიხრჩო ბავშვი ეგრეთ წოდებულ დოქებთან, როგორ გამოასახლეს ასევე ასოცი ადამიანი და დატოვეს ღია ცის ქვეშ. ამ ქალაქში პირველი ეგზისტენციალური პრობლემა არის ის, რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საბაზისო პრობლემებს რო თავი დავანებოთ, უბრალოდ სიცოცხლისთვის იბრძვიან ადამიანები და უბრალოდ ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე, რაც ქართული ოცნების სისტემური პრობლემაა, იმიტომ რომ კორუფციაში და არაპროფესიონალიზმში არიან თავიდან ბოლომდე გადაშვებული. რაც შეეხება ამ შემთხვევას, პასუხი ხედავთ ხოლმე, როგორ იწონებენ თავს ახლად გახსნილი პარკებით, როგორ იწონებენ თავს ნებისმიერი წარმატებით, რომელიც ქალაქში, მაგრამ არც ერთხელ თბილისის მერიას პასუხისმგებლობა არ აუღია ამ ქალაქში მომხდარ, უბედურ და დამანგრეველ შემთხვევებზე. მაშინ კითხვა მიჩნდება, რომ თუ ამ რაღაცი, თუ კარგად გამოვიდა ამ რაღაცი, თუ იწონებ თავს და თუ ფიქრობ, რომ ეს შენი დამსახურებაა, მაშინ როდესაც რაღაცა ფუჭდება, ის ვისი დამსახურებაა. ეს ყველაფერი ხედავთ, რომ ამ ყველაფერს აბრალებენ ხალხს, თუმცა როგორც კი რაღაცა კარგს გააკეთებენ ხალხის ფულით, ამას რა თქმა უნდა თვითონ იწერენ ხშირ შემთხვევაში, რაც ხედავთ სამწუხაროდ სადამდე მივყავართ. თქვენი აღქმები მაინტერესებს დინამიკაში, აი ეს არჩევნო კამპანია, თქვენი ურთიერთობა ხალხთან, თქვენ რა ცვლილებებს ატყობთ ამ კუთხით და 4 ოქტომბრამდე ამ დარჩენილ 10 დღეში რის მიღწევას ცდილობთ? გიორგი, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად ძალიან განსხვავდება ხოლმე საპარლამენტო არჩევნებისგან, იმიტომ რომ ეს არის არჩევნები, როდესაც ერთი თვით ყველა ინტერესდება პოლიტიკით, ის ადამიანებიც კი, ვისაც გლობალურია დიდი პოლიტიკა არ აინტერესებთ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ კონკრეტულად ეს არჩევნები ეხება უშუალოდ მას. ის აძლევს უშუალოდ ხმას იმ ადამიანს, ვისთანაც შეიძლება მისვლა, დალაპარაკება და მისი პრობლემის გაზიარება და არ ეყოლება საძებნელია მხოლოდ ტელევიზიიდან არ დაინახავს. პირველი რასაც ხედავ, როდესაც დავდივარ ქუჩაში, ის არის, რომ ქართული ოცნება არავის არ უყვარს, უბრალოდ ქართულ ოცნებას აძლევენ ხმას რაღაცის გამო. ეს რაღაცა არის ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან უიმედობა, ან გადაღლა, ან ცვლილების შიში. მე როგორც პოლიტიკოსი, ჩემი მოვალეობა მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც რაღაცის გამო ქართულ ოცნებას აძლევენ ხმას, გადმოვიყვანოთ აქით ამ მხარეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თუ გვინდა ქართული ოცნების ძალაუფლება შევამციროთ და შევასუსტოთ, პირველ რიგში უნდა შევასუსტოთ მათი მხარდამჭერების რაოდენობა, იმიტომ რომ სხვა ბევრი მეთოდი ჩვენ უკვე ვცადეთ, რაღაცები წარმატებული იყო, რაღაცები არ იყო წარმატებული, მაგრამ თუ გვინდა რომ ძალაუფლება გამოვაცალოთ, მაშინ უნდა გამოვაცალოთ მათ მხარდამჭერები. მოსახლეობა დღეს პირველად ალბათ ყველაზე კარგად იაზრებს, რომ ძალიან დაღლილია ქართული ოცნებით და საერთოდ იმედი აღარ აქვთ, რომ რაღაცას გაუკეთებენ, იმიტომ რომ ამბობენ, რომ რა პრობლემებიც ჰქონდა 20 წლის წინ და 12 წლის წინ, იგივე პრობლემები გვაქვს დღესაც.
აქ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები არ არიან პრიორიტეტი, რასაც პრინციპში ყოველდღიურად ხედავთ. მე ვარ ნავთლუღის ოლქის წარმომადგენელი, რომელიც საკმაოდ რთული უბანია, გადავსებული ავარიული სახლებით, სხვადასხვა საბაზისო პრობლემებით, გავრცელებული ნარკომანი, დანგრეული სკოლებით და ასე შემდეგ. ეს ადამიანები იბრძვიან უბრალოდ მართლა საკუთარი თავის გადარჩენისთვის და მე სულ ვამბობდი, როდესაც აი პროტესტზეც საუბრობდით ჩვენ ხშირად და ვამბობთ, რატო ვერ გავზარდეთ მაშინ, როდესაც პიკში იყო ადამიანურად, იმიტომ რომ რაღაც ევროინტეგრაცია შეიძლება ვიღაცის სუბიექტური ცნებაა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ინტეგრაცია ან ევროკავშირი ან სასამართლოს უზენაესობა არ არის მათთვის არ დგას დღეს წესრიგში. მათთვის დღის წესრიგში დგას ის, რომ არ იცი შვილებს რა ჭამოს, ის რომ წყალი ჩამოსდის სახლში, ის რომ გზაზე ვერ გადადის, რომ ბავშვი ვერ დაყავს ბავშვი. ამიტომ ჩვენ პოლიტიკოსებს გვევალება, რომ მათთვისაც ვიპოვოთ ადგილი, მათთვისაც ვიპოვოთ ის ჩვენი მათ შორის კავშირი დაანახოთ ზუსტად იმ დიდი თანათემით. დავანახოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ევროინტეგრაციისთვის ვიბრძვით ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის, არამედ ის ევროინტეგრაცია დემოკრატია იმიტომ გვინდა რომ უფრო ანგარიშვალდებული ხელისუფლება ყავდა და მათ ხარისხი გაიზარდა. მათი საბაზისო პრობლემები, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს სხვანაირად ახსნა სჭირდება. ჩვენ ამიტომ დავდივართ თვალზე, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს არჩევნები და ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ეხლა განსაკუთრებით ქართული ოცნება ცდილობს რადიკალიზაციას, სიტუაციის რადიკალიზაციას, იმიტომ რომ გიორგი ეს არის არჩევნები, როდესაც ნაციონალური მოძრაობა არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ დღეს ქუჩებში რომ დავდივართ, სხვანაირი სიტუაცია, სხვანაირი მოცემულობა, ქართული ოცნება ვერ ეუნება თავის ამორჩეველს, რომ ეხლა მე თუ არ მოვცემ ხმას, მაშინ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ისევ სათავეში. ამის სათქმელი აღარ აქვს, შესაბამისად ის ყველანაირად ცდილობს რადიკალიზება მოახდინოს ქუჩაში, ყველანაირად ცდილობს რომ ეს მტრის ხატი გადაიყვანოს ქუჩაში და აი ეს ბოლოდროინდელი დაჭერების ისტერიას მე სწორედ ამას მივაწერ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ არჩევნებზე არ მისულა ქართული ოცნებისთვის დახმარება. არ მისულა კი არა ვიღაცებისგან ძალიან სამწუხაროდ მოდის ის რომ მივალთ და თქვენს ჯინაზე, ვინც არჩევნებში შეხვედით, თქვენს ჯინაზე ქართულ ოცნებას მივცემთ ხმას, რაც არ ამგონია სერიოზული განცხადებები იყოს ვინმეს მხრიდან ემოციურ ფონზე. არ არის, მაგრამ განწყობები ესეთია და მე მინდა დავანახო საზოგადოებას, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში დემოკრატიის შეინება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც აქვს განსხვავებული აზრის მიმღებლობა პირველ რიგში, ვინც პატივცემს საკუთარ პოზიციასაც პოლიტიკაში და ასევე ვისაც აქვს მიმღებლობა განსხვავებული პოლიტიკური მიდგომისა. ჩვენ ხო ქართული ოცნება იმიტომ აღარ მოგწონს, რომ მას არაფერი განსხვავებულის მიღება აღარ შეუძლია. თუ ვინმე მისი მომხრე არ არის, მისი მტერია და ყველას ერთ ქვაბში გხარშავს. იმისთვის თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა დადგეს დემოკრატიულ რელსებს დაუბრუნდეს, პოლიტიკოსებმა ნაწილობრივ მაინც უნდა აკეთონ პოლიტიკოსის საქმე, როგორც თქვენ მაგალითად ჟურნალისტები მიუხედავად იმ შევიწროებისა, რასაც ყოველდღიურად ჟურნალისტები გადიან, თქვენ არ წყვეტთ თქვენ საქმიანობას, თქვენ თქვენს ბერკეტებს იყენებთ ამ ხალხთან სასაუბროდ, შესაბამისად ჩვენი მოვალეობაც არის რომ ჩვენი ბერკეტები გამოვიყენოთ ამ ხალხთან სასაუბროდ. მადლობა ვიკა.